მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში ქუჩის მხატვრობაზე ვსაუბრობთ, რომელიც ქვეყნის კულტურის და ურბანული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიურალისტობა, ასე რომ ვთქვათ, მიურალური ხელოვნება, სადაც პირდაპირ ოფიციალურად და ლეგალურად ხდება გარე ფასადზე მოხატვა. ჩვენ ვდგავართ ერთ-ერთი ნამუშევრის წინაშე, რომელიც არის დახატული ლიზას მიერ და წარმოადგენს ფიგურების, სხვადასხვა ფიგურების რეპრეზენტაციას. ჩვენი მიზანი არის, რომ დავეხმაროთ ქართულ მხატვრებს დღეს, ახლა და შევეცადოთ, რომ მათთან ერთად გავაკეთოთ რაღაც საუკეთესო პროექტები. მე ამ ნამუშევარში ხაზს ვუსვამ იმას, რომ განვიცდი, რომ არ მაქვს იმის საშუალება, რომ მაქსიმალური დრო დავუთმო ხატვას. მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში ქუჩის მხატვრობაზე ვსაუბრობთ, რომელიც ქვეყნის კულტურის და ურბანული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი ნიკო მაღლივი ახალგაზრდა არტისტებს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი დიდ მხატვრობაში გამოსცადონ, ამიტომ საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ და დარჩით ჩვენთან. გადაცემის სტუმარია სოფიო კოხიდაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი. მოგესალმები სოფიო, მადლობა რომ გადაცემაში მონაწილეობას. ყოველთვის საინტერესო პროექტებს ხელმძღვანელობ ხოლმე და დღესაც ასე არის. ნიკო მაღლივი ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროექტია ჩვენს ქვეყანაში და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვე ამ პროექტის შესახებ, მე რამდენად ტარდება უკვე და რა შანსს აძლევს ახალგაზრდა არტისტებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის. ნიკო მაღლივს ჩვენ ვატარებთ უკვე მე-7 სეზონია. ეს არის კონკურსი, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ არტისტს დამწყები იქნება თუ პროფესიონალი, რომელსაც უნდა დიდ მასშტაბზე ხატვა და უნდა რომ ამ ეს ხატვა ისწავლოს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. კონკურსში განცხადებების რაოდენობა დაახლოებით 50-მდე შემოგდის ხოლმე და წელს ჩვენ შესაძლებლობა გქონდა 10 დამწყები არტისტისთვის მიგვეცა საშუალება ამ კედლებზე გადმოეტანოთ თავიანთი სკეჩები. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩვენ 2 წელია უკვე დავამატეთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არა მარტო საშუალებას აძლევს რომ კედლებზე ხატოს, არამედ აძლევს საშუალებას რომ ვასწავლოთ როგორ ხატოს კედლებზე. პირველი ხდება სკეჩის არჩევა, მერე ხდება რამოდენიმე ლექციის საშუალებით სკეჩების დამუშავება, რომ ეს სკეჩი მოერგოს დიდ მასშტაბს. ძალიან დიდი სხვაობაა პატარა მასშტაბზე ხატვაზე და დიდ მასშტაბზე ხატვაზე. აქ ბევრი სხვადასხვა ასპექტია გასათვალისწინებელი, ახლო რაკურსით როგორ ხედავთ, შორი რაკურსით როგორ ხედავთ, მერე როგორ გადაგვაქვს ეს ყველაფერი ტექნიკურად თვითონ გარე ფასადზე, იმიტომ რომ გარე ფასადი ზოგადად ისეთი მასალაა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა თვისებები გააჩნია, ვიდრე ტილოს ან ქაღალდს. შესაბამისად, ეხლა დავამატეთ წელს, რომ სპეციალური კურსები აქვს ჩვენს ერთ-ერთ ნიკოს გამორჩეულ არტისტთან, რომელიც პირდაპირ ადგილზე ასწავლის მათ სკეჩის გადატანას და მერე უკვე იწყებენ ხატვას. და ეხლა ჩვენ ვდგავართ ერთ-ერთი ნამუშევრის წინაშე, რომელიც არის დახატული ლიზას მიერ და წარმოადგენს ფიგურების, სხვადასხვა ფიგურების რეპრეზენტაციას. იდეა იყო, რომ კლასიკური ფიგურების აგებულება გადმოეტანა თანამედროვე ფერებში და თანამედროვე კომპოზიციაში, რომელიც ძალიან მოუხდებოდა და გააფარავდებდა მაღლივის ბიბლიოთეკის პირველ სართულს და ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარია და ჩვენ ყოველთვის გვიხარია პირველივე კედელზე, ანუ პირველივე ეს ლიზას მეორე კედელია, მაგრამ მაინც მეორევე ჯერზე ამხელა ეფორტს რო დებენ და ამხელა ტექნიკური ხარისხის და შესაძლებლობებით რომ ასრულებენ ამ ნამუშევრებს, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ მე უკვე ნიკოს ფესტივალზე გადავიყვანოთ ეს არტისტები და უკვე კომერციულ პროექტებზეც ჩავთოთ კიდევაც. მთელი მიზანი ამ პროექტის არის, რომ გაზარდოს ახალგაზრდა მიურალისტები, რომლებიც მომავალში დიდ მასშტაბზე, ბევრად უფრო დიდ კედლებზე, 21 სართულიან კორპუსებზე და ასე შემდეგ დახატავენ მთელი თბილისის და საქართველოს ფარგლებში. და ასევე მაინტერესებს კონკურსის პირობები, მათ თუ აქვს კონკრეტულად რამე შეზღუდვა თემასთან დაკავშირებით, ან თუ არის ზოგადად რამე პირობა, სანამ მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის პირობები პირობებულია იმაში, რომ ერთადერთი შეზღუდვა, რაც მათ გააჩნიათ, არის რომ სკეჩი უნდა იყოს 5 მეტრის სიმაღლის, 11 მეტრის სიგანის, ანუ პროპორციულად გადატანილი პატარა ფორმატზე. სხვა შეზღუდვა თემატური თუ ასე არ გააჩნიათ.
ამასთანავე სკეჩთან ერთად უნდა გამოაგზავნონ აუცილებლად თავიანთი პორტფოლიო, რომ ჩვენ გადავხედოთ, რას აკეთებდნენ იქამდე, როგორი ხელწერა აქვთ, როგორ შეძლებენ ამ ყველაფრის გარე ფასადზე გადატანას. და დანარჩენი აქვთ აბსოლუტური თავისუფლება, როგორ აარჩევენ, რა სიუჟეტს აარჩევენ, რა ფერებს აარჩევენ, რა კომპოზიციას აარჩევენ. სკეჩის არჩევის შემთხვევაში ხანდახან არის ხოლმე, რომ კომპოზიციურად ჩვენ ვაკეთებთ ცვლილებებს. ცვლილებების გაკეთება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოერგოს დიდ ფასადს, დიდ მასშტაბს, რომელ მასშტაბზეც მოუწევთ მათ საბოლოოდ მუშაობა. და ქუჩის მხატვრობაზე ჩვენს მაყურებელს რა უხსენებთ? რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის, როგორც ჩვენთვის, ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორ აღიქმება ქუჩის მხატვრობა, როგორც ურბანული განვითარება ქვეყნისთვის? ქუჩის მხატვრობა ზოგადად არაპოპულარული პოზიციონირება ჰქონდა, არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემოც ყოველთვის ითვლებოდა რაღაცა ვანდალიზმთან დაკავშირებით. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიურალისტობა, ასე რომ ვთქვათ, მიურალური ხელოვნება, სადაც პირდაპირ ოფიციალურად და ლეგალურად ხდება გარე ფასადზე მოხატვა. რაც ჩემი აზრით არა მარტო თბილისის გასალამაზებლად, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ვალამაზებთ ჩვენ სხვადასხვა არქიტექტურულ შენობებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ცვლის იმ გარემოს, რომელ გარემოშიც ეს კედლები იხატება. ბევრად უფრო საინტერესოა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. აქაც ახლა მუშაობის პროცესშიც და სულ ხალხი არის, რომელიც მოდის სპეციფიურად იმისთვის, რომ დაათვალიეროს ეს ნამუშევრები, გაიგოს სხვადასხვა არტისტების შესახებ და მე მიყვნენ ამ არტისტების განვითარებას. ვარკეთილში გვაქვს ჩვენ უზარმაზარი პარკი გაკეთებული და ახლობით 50-მდე უზარმაზარი შენობა 16-დან 21 სართულიანამდე შენობებია მოხატული, სადაც ვარკეთილის ერთ-ერთი არის მთლიანად შეცვლილი ამ უამრავი ფერადფერადი ნახატის ფონზე. საინტერესოა და ასევე მეინტერესებს მეშვიდედ ტარდება უკვე ნიკოს ფესტივალი და როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არტისტები, მათ რამდენად აქვს თუნდაც იმის კონკურენცია, რომ ნებისმიერ ესე რომ ვთქვათ, სხვა ქვეყნის წარმატებულ მხატვრებს გაუწიონ ესე რომ ვთქვათ საქართველოში ძალიან დამწყებია ზოგადად ქუჩის ხელოვნებაც და მიურალისტობაც. სულ რამოდენიმე წელია, მაქსიმუმ 10 წელი შემიძლია დავასახელო, მაგრამ იმდენად ნიჭიერი არტისტები ყავს, რომ ჩვენ რომ მათ შესაძლებლობა შევუქმნათ განვითარებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ევროპულ თუ სხვა ქვეყნის არტისტებს არ ჩამოუვარდნებიან ხარისხში, არამედ გაასწრებენ კიდევაც. იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალური სტილი, ინდივიდუალური ხასიათი და სათქმელი აქვს საკუთარი, რომელიც არსად არ მეორდება. შემთხვევაში ხა ჩვენთან ფერებში არის გადმოცემული, ბავშვობის მოგონებებში, ბავშვობის ინსპირაციებიდან აღებული, მაგრამ იმდენად ორიგინალური, ინდივიდუალური და ისეთი სათუთი ისტორიების მაჩვენებელია ეს ნამუშევრები, რომ რაღაცა ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის ნებისმიერ ადგილას. შეგვიძლია დაახლოებით რომ ქრონოლოგიურად თუნდაც გადავხედოთ და გამოვარჩიო რამოდენიმე ნამუშევარი, განსაკუთრებით მაინტერესებს აი კონკრეტულად ამ ბავშვი, რომელიც ახსენეთ, თუნდაც ბავშვობას უკავშირდება. უფრო ხშირად რა არის ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, რა ემოციები არის ხოლმე გადმოტანილი კედელზე, რომელიც თუნდაც ჩვენთვისაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ეხლა ჩვენ ვდგავართ ლიზას კედლის წინ, რომელიც პირდაპირ ჩვენს უკან ხატავს. ლიზას ეს ცხენები აქვს ბავშვობის ილუსტრაციებიდან, მისი შემოქმედების რაღაცა ნაწილი სულ ბავშვობის ზღაპრებში ნანახ ნამუშევრებს, ილუსტრაციებს უკავშირდება და ნებისმიერ თემას, რომელსაც ის ამუშავებს, ყოველთვის აქედან ინსპირირებას იღებს ხოლმე და თარგმნის საკუთარ თანამედროვე ენაზე. ეს არ არის არასდროს უბრალოდ ასლი იმისა, რაც ნახა, ეს არის მის ენაზე გადმოთარგმნილი ბავშვობის ნათელი მოგონებები, რომლებიც წიგნების დათვალიერებას და ნახატების აღმოჩენას უკავშირდება. ნებისმიერი მსგავსი ისტორია არის ძალიან ახლო ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ შევუწყოთ ამ ახალგაზრდებს განვითარებაში ხელი და როდესაც ძალიან პირად ცხოვრებაში გახედავენ და ძალიან პირადულ ისტორიას გიყვებიან, რომ ბავშვობაში ბებიებთან და ბაბუებთან წიგნებს რა თვალიერებდნენ, მაშინ წარმოიდგენდნენ ეს ფერადი ცხენები როგორ ირბენდნენ და უცებ გადმოგვაქვს ამ ხელა კედელზე და ვხედავთ ამ ხელა კედელზე. საჯაროა. კი, გადატანი ბავშვობის პატარა რაღაცა ჩანაფიქრებს თუ სურვილებს არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ჩვენ მგონია რომ ვიღებთ მონაწილეობას მათი ზღაპრების აღთენაში და მათი წარმოსახვების რეალობაში ქცევაში. კი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია, ისე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ არტისტებს აძლევს ძალიან დიდ ასპარეზს, რომ საკუთარი თავი გამოავლინონ, იპოვონ და განავითარონ. ეს არის უმნიშვნელოვანესი მართლაც. ძალიან დიდი მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის და რა თქმა უნდა, მე კიდევ გავაგრძელებთ ჩვენს მოყურებელს უფრო მეტი რამ მოუყვე ნიკო მაღლიევის შესახებ.
ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია სანდრო კვანტალიანი, პროექტის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობას და რომ შექმნით ესეთი საინტერესო პროექტი, რომელიც ძალიან ეხმარება ქართულ არტისტებს. გამარჯობა, სალამი სტუმრებს, მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით გავაგრძელებთ. კი ბატონო, წინა წელსაც გსტუმრობდით და ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი ვიხილე, ახლაც ასე არის და ჩვენს მაყურებელს მინდა მოუყვეთ თუ როგორ გაჩნდა იდეა ნიკო მაღლივის და რატო ქვია ნიკო მაღლივი. ნიკო მაღლივის ისტორია დაიწყო ნიკოს გაჩენით. ჯერ დავიწყეთ ფესტივალი ნიკოს გაკეთება და ცოტა ჰობი პროექტივით იყო, გვინდოდა გაგვეკეთებინა პროექტი, რომელიც საქართველოში მხატვრებს დაეხმარებოდა და კედლებზე მოხატვაში გაუძღვებოდა მათ და ამ პროექტის დაწყებისთანავე აღმოაჩინეთ ესეთი რაღაც, რომ ძალიან ცოტა კედლის მხატვარი არის საქართველოში რა და შესაბამისად საჭირო გახდა რაღაცნაირად ამ მხატვრების, ახალი მხატვრების გაჩენა. ახალი მხატვრების გასაჩენად გავაკეთეთ სწორედ ნიკო მაღლივი. ნიკო რატო ქვია ფესტივალს ზოგადად, იმიტომ დავარქვით, რომ ძალიან ცნობილი მხატვარი ყავდა ნიკო ფიროსმანი, რომელიც ისე იცხოვრა და ისე გარდაიცვალა, რომ აღიარება, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად თავის ცხოვრებაში არ მიუღია და შესაბამისად ის პოტენციალიც, რომელიც ნიკო ფიროსმანს ჰქონდა, რაღაცნაირად ცოტა დაიკარგა სავით რა და მე აღმოვაჩინეთ რამოდენიმე 80 თუ 100 წლის წინ მე აღმოვაჩინეთ ნიკო ფიროსმანის ისტორიას და ჩვენი მიზანი არის რომ დავეხმაროთ ქართულ მხატვრებს დღეს, ახლა და შევეცადოთ რომ მათთან ერთად გავაკეთოთ რაღაც საუკეთესო პროექტები. და ძალიან მომწონს ეს სახელი, ნიკოს ქვეყანა ვართ შეიძლება ითქვას და ძალიან დიდ ენერგიას აძლევს ეს სახელი საზოგადოებრივ ჩვენი ქვეყანაც არტისტებს და მართლაც განსხვავებული და გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს თაობებს და ალბათ რომ თქვენს დააკვირდეთ თავიდან და დღემდე ალბათ ყოველთვის არის ახალი აღმოჩენები და მათი ახალი ენერგია, რომელიც ნამუშევრებზე უკვე ჩანს ნიკო ძალიან ბევრი მხატვარი ყავს, ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარი ყავს, როგორც ხუჩის მხატვრობის სცენაში, ისე მის გარეთაც ამ ჩვეულებრივი მხატვრები ძალიან ნიჭიერი არიან, უბრალოდ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლებოდა ამ ხალხს ქონოდა, თქვა ნორმალური ქვეყნის პირობებში, ეს არის ალბათ ის პრობლემას, რასაც ვეჭიდებით და რასაც ვცდილობთ, რომ რამენერად გადაჭრის გზები მოუძებნოთ რა. ძალიან საინტერესო არის ის ფაქტიც, რომ საქართველოს ზოგადად ხუჩის მხატვრობაში არ არის ხშირი რომ გოგოები იღებდნენ მონაწილეობას ბევრი რა, ანუ აი ქვეყნებში არის ხოლმე რაღაც 5-6 მხატვარი გოგო ყავთ მთელ ქვეყანაში და თან საკმაოდ დიდ ქვეყნებზე არის საუბარი. რაც ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, ანუ ძალიან ბევრი ქალი მხატვარი არის ჩართული ჩვენ ფესტივალში და ამ კონკურსშიც განსაკუთრებით ნიკო მაღლევის კონკურსშიც საკმაოდ ბევრი გოგო იღებს მონაწილეობას, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ზოგადად და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მოუძებნოთ გასაღები, როგორ შეიძლება ამ ხალხს დავეხმაროთ და როგორ შეიძლება მათთან ერთად რაღაც საუკეთესო პროექტები ვაკეთოთ. და ასევე მაინტერესებს დაახლოებით რამდენი არტისტი იღებს ხოლმე მონაწილეობას უკვე დასრულებულ, ასე რომ ვთქვათ, პროექტში და მანამდეც დაინტერესება რამდენად არის ხოლმე. ანუ რამდენად დიდი ინტერესია ხუჩის მხატვრობის მიმართ კონკრეტულ ფაქტი. ამ კონკრეტულ პროექტზე ვიტყვი, ამ კონკრეტულ პროექტზე გვაქვს მოცემულობა, რომელიც არის თესეუს ბიბლიოთეკის შენობა. მადლობა პირველ რიგში თესეუს, იმიტომ რომ თესეუს გარეშე ეს პროექტი შეუძლებელი გახდებოდა. 2019 წელს, 18 წელს ჩვენ შევთავაზებთ თესეუს, რომ ესეთ რაღაცას გავაკეთებთ. არ ვიცი რა, დაუფიქრებლად გადმოყვნენ ამ ავანტიურაში და გვითხრეს, რომ ჩვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა. იმიტომ რომ აქ იხატება ფაქტიურად ყოველგვარი ცენზურის და ყოველგვარი წინასწარი რაღაცნაირი შეთანხმების გარეშე ეს კედლები და ძალიან დიდი მადლობა თესეუს რომ გვაძლევენ ამხელა თავისუფლებას რომ დავხატოთ რაც მხატვრის ჩანაფიქრია ზუსტად ის მოცემულობა ზოგადად კედლებში გვაქვს ესეთი 15 ერთნაირი კედელი გვაქვს შესაბამისად საბოლოოდ ხატვა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ 15 კედელზე შესაბამისად 15 კონკურსანტი ყავს რომელიც გაიმართლებს ზოგადად დაინტერესება წლიდან წლამდე ძალიან მაგრად მატულობს. მაგალითად, შარშან დაახლოებით 50 კაცამდე იყო თვითონ კონკურსში მონაწილე. წელს დაახლოებით ორმაგი გახდა ეს რიცხვი, რა, სადაც 85-87 მონაწილე ყავდა, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ კონკურსში ჩართულიყო. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ წლიდან წლამდე იქნება ეს რაღაცნაირად ცოტა უფრო სხვა სახე მივცეთ, ცოტა უფრო განვავითაროთ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ზოგადად დაფინანსების მოძებნა ასეთი ფესტივალებისთვის და განსაკუთრებით კი სახელმწიფო დაფინანსების მოძებნა რა და წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მეტად საინტერესო გავხადოთ პირველ რიგში არტისტებისთვის და ეხლა წელს რაც შევცვალეთ და რაც ცოტა წინ წავწიეთ ჩვენი ფესტივალის თქვათ შინაარსი არის ის, რომ დავამატეთ სასწავლო პროგრამა, რაც აუცილებელია ამ ხალხის განვითარებაში, იმიტომ რომ თავისთავად ეს ფესტივალი იყო უბრალოდ კედელზე ხატვის უნარების შესწავლა. შესწავლისთვის, რომ ანუ ადგილი, სადაც შეცდომებს დაუშვებ და პირველ ნაბიჯებს გადადგა. თუმცა
წელს ჩავატარეთ ესეთი რაღაცა, რომ ცოტა უფრო გაფართოებულ მასშტაბში შევეცადეთ, რომ ეს ლექციები ყოფილიყო და ვორქშოპები, აგერ სოფომ წაიკითხა, თქვა, ესკიზის დამუშავება და ამ ადამიანებთან ერთად გავიარეთ გზა, რომ თქვა, მათი პირველადი ესკიზი როგორ შეიძლება და გადათარგმნილიყო უფრო დიდ მასშტაბზე, იმიტომ რომ მაინც რომ ადამიანი რომ პირველად მიდის კედელთან ცოტა რთულია ამ ხელა მასშტაბზე გათვალო ნებისმიერი რაღაც და შესაბამისად სოფომ მე მგონი ფანტასტიკურად გაართვა ამას თავი რომ ამ ხალხს რაღაც დაახვეწინა და უფრო განავითარებინა თავიანთი ჯანაფიქრი და თავიანთი ესკიზები. კი ბატონო და ასევე მაინტერესებს ჩვენს მაყურებელს რომ ამ წესების შესახებ მოუყვეთ. მაგალითად მე როდესაც გავიგე რომ ეს რა თქმა უნდა ერთ და იგივე სივრცეში ხდება ყოველ წელს და ამიტომაც საჭიროა რომ გასუფთავდეს კედელი რომ შემდეგ უკვე არტისტმა თავისი ახალი ნამუშევარი შექმნას და ძალიან გულდასაწყვეტიც არის, მაგრამ ნუ ეს არის შანსი რომ ყოველ წელს სხვადასხვა არტისტმა შეძლოს კონკრეტულ ტერიტორიაზე საკუთარი თავის გამოვლენა. აი მსგავსი ესე თქვა დეტალები მაინტერესებს და მე როგორი პროცესია ხოლმე ამ ულამაზეს ნამუშევრებს როდესაც გადაღებავთ და დაელოდებით შემდეგ წელს რომ ახალი არტისტები მოვიდნენ. ყველა არტისტისთვის ტკივნეული პროცესია, როცა მის დამუშევარს ხატავენ, მაგრამ ამ ფესტივალში ვინც იღებს მონაწილეობას, ვისაც კი ოდესმე დაუხატავს ამ ფესტივალში, იცის რომ ეს უთქმელი ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომ ამას გაძლევთ შანსს თქვენ და მე მომავალ წელს ვიღაცა სხვას უნდა მივცეთ ეს შანსი და შესაბამისად მე მგონი პრობლემა არავის არ აქვს, თუმცა ხო რა ძალიან ბევრი კარგი ნახატი გადაიხატა წლების განმავლობაში და ალბათ ძალიან ბევრი გადაიხატება კიდევ. თუმცა ეგ არის ამის ხიბლი ზოგადად ქუჩის ხელოვნების და ზოგადად საზოგადოებაში გამოტანილი ესეთ ხელოვნების, რომელიც კედლებზე იხატება, რომ ადრე თუ გვიან ეს კედლები აღარ იქნება და შეგვიძლია დავტკბეთ სანამ არის. კი ბატონო, ეს რა ჩვენს მაყურებელსაც ასევე მოვუწოდოთ, რომ აუცილებლად მოხვდებიან ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, აუცილებლად ნახონ და შეიგრძნონ ახალგაზრდა არტისტების ემოციები და ნამუშევრები, რომლებიც ძალიან ლამაზია, თუმცა დროებითი არის. კი ბატონო, კი ბატონო. ჩვენ ზოგადად ვცდილობთ, რომ მომავალ წელს ცოტა უფრო მასშტაბური გავხადოთ ეს ღონისძიება და ჩვენ მხარდამჭერებთან, სპონსორებთან ერთად ვფიქრობთ უკვე ცოტა ღონისძიების უფრო რაღაც საზეიმო დახურვა ან გახსნა ესეთი მიმართულებით რომ გამავითაროთ და ნახოთ რა იმედია მომავალ წელს შემოგთავაზებთ სიურპრიზებსაც. იმედია მე დაველოდები ნიკოს ფესტივალს, რომელიც ძალიან მომწონს, გულშემატკივრობ და რა თქმა უნდა ბევრ წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ხანა დევიძე ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა. ბოდიში რომ მოგაცდინეთ, ჩვენ ძალიან გვინდოდა შენთან საუბარი. მაინტერესებს შენი ემოციები, რამდენად ბევრს ნიშნავს, ჩვენ საუბრობდით რომ ძალიან ბევრის მომცემი არის დამწყებია არტისტისთვის, რომ საკუთარი თავი გამოავლინოს და იპოვოს. შენ შემთხვევაში როდესაც მიიღე ამ პროექტში მონაწილეობა, როგორ აირჩიე თემა, რა თემაა და მოკლედ ყველაფერი გვაინტერესებს. მოკლედ მე უკვე ხელმეორედ ვღებულობ მონაწილეობას მაღლივის კედლების მოხატვაში და ძალიან ბევრის მომცემი პერიოდია ჩემთვის, ვინაიდან ძირითადად ვარ შეჩვეული ტილოზე ხატვას, მაგრამ კედელზე ამ ხელა მასშტაბით ჩემი ჩანახატის გადმოტანას, ფერების ჩასხმას ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მოაქვს, რაც ძალიან მიხარია და ბევრი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებ, ბევრი ენერგიის მომცემია და მიხარია, რომ აი ამ მასშტაბით გადავიტანე ჩემი ნახატი და დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდაც უფრო დიდ კედლებზე გადავიტან ჩემს ნახატებს. ეს შენი ყველაზე მოზრდილი ნამუშევარი შეიძლება ითქვას. და რო გაგვაცნო, რა ქვია და რაზე არის? ამ ნახატს ქვია მოლოდინი და უშუალოდ ჩემს განცდებზეა. მე ამ ნამუშევარში ხას ვუსვამ იმას, რომ განვიცდი, რომ არ მაქვს იმის საშუალება, რომ მაქსიმალური დრო დავუთმო ხატვას, ვინაიდან რეალობა ისეთია, რომ უნდა იმუშაო, რომ თავი არჩინო, მაინც მხატვრობას ყოველთვის არ აქვს სტაბილური შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს შეკვეთები, მაგრამ არ არის ეს ისეთი მყარი და სტაბილური და სულ ველოდები ჩემს თავს, როდის მორჩები მუშაობას, რომ მივიდე სახლში და დავხატო და მაგას განვიცდი, იმიტომ რომ მინდა რომ მთელი დღეების განმავლობაში ვხატო, ახლა რომ ვხატავ ჩემს ბედნიერებაა 9-დან 7-მდე. ანუ ყოველ დღე 9-დან 7-მდე მოდიხარ და ხატავ. მოვდივარ და ვხატავ აქ და ჩემთვის ეგ დიდი ბედნიერებაა და მინდა რომ ცხოვრებაში ისეთ ცხოვრებას მივაღწიო, რომ ვარჩინო თავი ხელოვნებით. შენი საკუთარი საქმით. მე გისურვებ
დაწყებული ვარ ერთ დღეს ასეც იქნება. მთავარია რომ შენი ალბათ ეს მონდომება, იმედი და პოზიტიური აზროვნება არ შეწყდა და დარწმუნებული ყველაფერი კარგად იქნება და გამოგირო. ძალიან დიდი მადლობა მინდა დაგიხადო. საინტერესო იყო და ვეცდებით რომ უფრო ისე კარგად გამოვაჩინოთ ჩვენი ნამუშევარი, რამდენადაც შესაძლებელია. ვიცი რომ ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ხო, ჩვენს მაყურებელს ალბათ უკვე შეუძლია წარმოდგენა შეიქმნას. მადლობა. დიდი მადლობა და დროებით.